მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა საუბრები ქალთა საკითხებზე. დღეს ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ კახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების პრობლემებზე, მათ საჭიროებაზე, მათ მდგომარეობაზე. ასე რომ წარმოგიდგენ დღევანდელი გადაცემის სტუმრებს, ქალბატონი ნათია გორგაძე, სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის პროგრამების მენეჯერი. მოგესალმებით, ქალბატონი ნათია, მადლობას გადაგიხდით მობრძანებისთვის და ბატონი გიორგი ბობრიაშვილი, უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის პროგრამის კოორდინატორი, პროექტის კოორდინატორი. მოგესალმებით, ბატონო გიორგი. მადლობა, რომ მონაწილეობთ დღევანდელ გადაცემაში. ასე რომ დავიწყოთ დღევანდელი გადაცემა მართლაც იმ ფონზე, როდესაც ეს ბოლო პერიოდია გახშირდა ამ თემაზე, როგორც ხელისუფლების საზოგადოების და თლიანად სოციალურ სივრცეში არის ეს თემა, რომ ძალადობა ქალების მიმართ და ამ შემდეგ. ვიდრე ჩვენ ამ დეტალებს შევეხებით ამ მდგომარეობა ამ კუთხით, ძალადობის კუთხით, მანამდე მინდა გკითხოთ, გასულ წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, რაშიც მონაწილეობდით თქვენც, აქტიურად მონაწილეობდით, რა მთავარი მიგნებები გამოავლინა კვლევამ, რეალურად რა პრობლემები აქვთ ეთნიკური უმცირესობის ქალებს, განსაკუთრებით კახეთში. მოგესალმებით, ლევან, პირველ რიგში მივესალმები ახლა თქვენ მაყურებელსაც და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენს და გაეროს ქალთა ორგანიზაციას ჩემი მოწვევისთვის ამ გადაცემაში. დიახ, მართალიც არის, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ, უმცირესობათა საკითხების ევროპულმა ცენტრმა, კავკასიის ბიურომ 2013 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩაატარა კვლევა. ჩვენ ვიკვლევდით ეთნიკური უმცირესობა ქალების პრობლემებს ორ რეგიონში, ეს იყო სამცხე-ჯავახეთსა და კახეთის რეგიონში. ძალიან რთული არის თუ ჩვენ შევადარებთ კვლევის შედეგების მიგნებებს ამ კვლევისას, ძალიან აღსანიშნავი არის ის ფაქტი, რომ უფრო ერთფეროვანი ერთფეროვანი პრობლემები იკვეთება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, იმიტომ რომ აქ ძირითადად ეთნიკური მოსახლეობა არის სომხური მოსახლეობა, ხოლო კახეთში ეს განსხვავდება იმით, რომ სხვადასხვა ტიპის ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ კახეთის რეგიონში, შესაბამისად პრობლემებიც ამ თემების მიხედვით განსხვავდება, მაგალითად აზერბაიჯანელებს სხვა რომლებიც ცხოვრობენ მაგალითად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სულ სხვა პრობლემები აქვთ განსხვავებით მაგალითად ქისტებისა, რომლებიც ცხოვრობენ ახმეტის მუნიციპალიტეტში. ამიტომ ძალიან რთული არის ერთფეროვნად ილაპარაკო მაგალითად მაგალითად კახეთში ეს პრობლემები დგას და სამცხე-ჯავახეთში კი ეს პრობლემები. თუმცა შესაძლებელი არის მაინც გამოიკვეთოს დამოკიდებულა პრობლემების მხრივ ის სფერო, რომ მაგალითად ადრეული ქორწინებები კახეთის რეგიონში უფრო თვალში შესამჩნევია, მაშინ როდესაც სამცხე-ჯავახეთში ეს იმდენად დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ოჯახური ძალადობებიც, მათ შორის თუ შევადარებთ მაგალითად სამცხე-ჯავახეთსა და კახეთის რეგიონს, ისინი განსხვავდება, უფრო მეტი რაოდენობით ხდება, იმიტომ რომ თუნდაც ესეთი ტრადიციული საზოგადოებები, როგორც არის მაგალითად აზერბაიჯანული თემი, როგორც არის ქისტური თემი, ამ ასეთ თემში უფრო ხშირად არის ესეთი ტიპის პრობლემები. მაგრამ სამცხე-ჯავახეთში დგას ისეთი პრობლემები, როგორც არის მაგალითად ქალთა პოლიტიკური ჩართულობა, იმიტომ რომ მაგალითად მხოლოდ ზოგადად საქართველოში არის ესე, რომ ადგილობრივ დონეზე, ანუ მუნიციპალიტეტების დონეზე დაახლოებით ქალთა 10% არის, ანუ დასაქმებულთა შორის მხოლოდ 10% არის ქალი. და როდესაც ეთნიკურ უმცირესობებზე მივდივართ, ეს არის მხოლოდ 2.7%. ანუ ეს უფრო მცირე არის, ვიდრე ზოგადად საქართველოში და ზოგადად ზოგადად საქართველოში ანუ ეთნიკური უმცირესობა ქალების პოლიტიკური ჩართულობის მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა. აი კახეთში მაგალითად რომ ვისაუბროთ სხვადასხვა ეთნიკურ უმცირესობებზე, თუნდაც აზერბაიჯანელებზე, თუნდაც ავარებზე, რომლებიც ცხოვრობენ ყვარელის მუნიციპალიტეტში, აქ ზედმეტია ლაპარაკი პოლიტიკურ ჩართულობაზე. დიახ, უდებიც რა თქმა უნდა, აქ ზედმეტია საუბარი პოლიტიკურ ჩართულობაზე, იმიტომ რომ ეს ნიშა მთლიანად ათვისებული არის ეთნიკური ქართველების მიერ, თუ არსებობს მაგალითად ეთნიკური თუ ქალები მუშაობენ მუნიციპალიტეტებში, ისინი ძირითადად არიან ეთნიკური ქართველები. და რა თქმა უნდა, ანუ რომც კითხო მაგალითად მოსახლეობას, მათ სურვილიც არ გააჩნიათ ხშირ შემთხვევაში, რომ იყვნენ მუნიციპალიტეტში პრობლემები, გასაგებია პოლიტიკური ჩართულობის მიმართულება. თუნდაც თქვა რა არის საერთო პრობლემები, რაც ყველა ქალს ფაქტობრივად აწუხებს მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა და რა პრობლემებია, რაც მაინც უფრო გვხვდება ეთნიკურ უმცირესობებში. ანუ ალბათ დამახასიათებელი იქნება
ყველასთვის ის რომ ერთპიროვნულად და ერთმნიშვნელოვნად ქალები ამბობენ რომ აი დაახლოებით ჩვენი კვლევის შედეგებით 97 ქალების გამოკითხულ ქალთა 97% ამბობს რომ პირველი პრობლემა მათთვის არის უმუშევრობა. ეს ზოგადი არის საქართველოშიც მაგალითად ანუ ქართველისაც რომ გითხოთ პირველი პრობლემა არის უმუშევრობა. მაგრამ აგრეთვე აღსანიშნავი არის დამოკიდებულება, სახელმწიფოს დამოკიდებულება მაგალითად ისეთი სენსიტიური საკითხების მიმართ, ეთნიკური უმცირესობებისთვის ისეთი სენსიტიური საკითხების მიმართ, როგორც არის მაგალითად მათი მშობლიური ენის სწავლება. მაგალითად კახეთის რეგიონს რომ შევადაროთ, ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ არ აქვთ მათ უფლება ისწავლონ, ან არ აქვთ საშუალება მათ ისწავლონ საკუთარი ენა. მაგალითად ყვარლის თელავის მუნიციპალიტეტის ყარაჯალა ავიღოთ სოფელი, სადაც იქ არ ხდება აზერბაიჯანულ ენაზე სწავლება. ავიღოთ თუნდაც პანკისის ხეობა, იქ უკვე ძალიან დიდი ხანია არ ხდება მათი მშობლიური ენის სწავლება. ავიღოთ მაგალითად ოსური თემი, რომელიც ცხოვრობს ლაგოდეხის რაიონში, არეშფერანში და ისინი მოკლებული არიან საკუთარი ენის სწავლების საშუალებას. ეს არადა გათვალისწინებული არის საქართველოს მიერ ხელმოწერილ ჩარჩო კონვენცია, ევროპული ჩარჩო კონვენცია ეთნიკური უმცირესობების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს და რომელიც განსაზღვრავს, რომ ეს არის მათი ხელშეუვალი უფლება, რომ მათ ისწავლონ საკუთარი ენაზე მშობლიური ენა. თუმცა ხო და ანუ ამ საკითხებს ისინი უდგებიან ძალიან მნიშვნელოვნად, იმიტომ რომ განიხილება ეს როგორც მათი ეთნიკური იდენტობის დაკარგვის საშიშროება და ხშირ შემთხვევაში, როდესაც ისინი საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომელიც ქალებს აქვთ, სწორედ ქალები განიცდიან ამას ყველაზე დიდად და ყოველთვის ახსენებენ ამას როგორც ერთ-ერთ პრობლემას. თქვენ ახსენეთ სხვაობა, თქვათ იგივე ქისტებს და აზერბაიჯანელებს შორის, ქალებს შორის, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ, ხო? აი რა სხვაობა, რა განსხვავებული პრობლემებზე, რა განსხვავებული პრობლემებს გულისხმობთ? განსხვავებული პრობლემა თუ შეიძლება დავინახოთ ლაგოდეხის აზერბაიჯანულ თემსა და ქისტურ თემს შორის, რომლებიც ახმეტაში ცხოვრობენ, თავი არის ის, რომ მაგალითად ლაგოდეხში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ფაქტიურად არ აქვთ საშუალება ანუ ისინი არ ლაპარაკობენ სახელმწიფო ენას, ანუ ქართულ ენას არ ლაპარაკობენ და ძალიან დიდი პრობლემა აქვს მაგალითად ისეთი სოციალური პროგრამების მიღების მაგალითად როგორც არის თუნდაც სახელმწიფო, თუნდაც მუნიციპალურ დონეზე არსებობს სპეციალური პროგრამები, რომლის საშუალებითაც შეიძლება მათ რაღაც სარგებელი ნახონ, მიიღონ დახმარება, მაგრამ რადგან ისინი არ ფლობენ სახელმწიფო ენას და სახელმწიფო ენა არის ის ენა, რომელზეც ყველა დოკუმენტაცია დგება და რომელზეც ყველა ინფორმაცია არის მიტოვებული, მათ არ აქვს საშუალება ეს ინფორმაცია ქონდეთ და შესაბამისად ვერ იღებენ ამ დახმარებას. მაშინ როცა ქისტური თემი უკვე იმის გამო რომ უკვე დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობენ, მათ ისინი თავისუფლად ფლობენ ქართულ ენას და შესაბამისად უფრო მეტი საშუალება აქვს რომ მიიღონ უფრო მეტი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, თუნდაც მუნიციპალიტეტის მხრიდან. კიდევ ერთი პრობლემა, რაც ანუ განსხვავება თუნდაც ქისტურ თემსა და აზერბაიჯანულ თემს შორის, რომელიც ლაგოდეხში ცხოვრობენ, ანუ აუცილებლად უნდა გამოყოფ, იმიტომ რომ მაგალითად თელავის აზერბაიჯანული თემი სრულიად განსხვავებული, ისინი მეტად მიგრირებულები არიან, როცა ლაგოდეხის არა. ლაგოდეხში მაგალითად ძალიან დიდი არის ადრეული ქორწინებების პრობლემა. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც თუნდაც ტელევიზიით გავრცელებული ეს ინფორმაცია. და ყველა საშინელი აუცილებლად უნდა აღვნიშნო ეს, რაც დაფიქსირებულა ადრეული ქორწინებებთან დაკავშირებით, რომ სწორედ ამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფელი კაბალი არის ესეთი აზერბაიჯანელები დასახლებული, სადაც მოხდა ესეთი საშინელი ფაქტი, როდესაც 18 წლის გოგონა სრულიად მისი სურვილის გარეშე გაათხოვეს 45 წლის მამაკაცზე და ეს ყველაფერი მოხდა მშობლებს შორის გარიგებით და როდესაც ამ მეუღლემ მის ოჯახს ანუ სამაგიეროდ მისცა 10 ძროხა. ეს საშინელი ფაქტი იყო და ეს ყველაფერი მიეწერება ტრადიციებს. თუმცა ძალიან რთულია ილაპარაკო ტრადიციებზე და ტრადიციებით გაამართლა ეს ყოველივე, როდესაც საქმე ეხება ჩამოუყალიბებელი გოგონების ბედს. ისინი ფაქტიურად აქ წყვეტენ განვითარებას. აჭრობას ფაქტიურად. ესეთი საშინელი ფორმით ისინი აქ წყვეტენ ფაქტიურად განვითარებას და საქმე ეხება აგრეთვე თუნდაც სახელმწიფოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი პოტენციალის დაკარგვას. ასე გიგება, რომ აუცილებლად დაგიბრუნდებით ამ საკითხებზე, მე მინდა ვკითხო ნათიას. ნათია, აი გიორგიმ გამოკვეთა რამდენიმე ასპექტი, რაც
კვლევამაც აჩვენა. მე მგონი უფრო ცლად ვისაუბროთ ქალთა საჭიროებებზე. თქვენი ხედვით, რა საჭიროებებია თქვენი დაკვირვებით ქალებს განსაკუთრებით რეგიონებში და როგორია მაინც რამდენად ძაფრია სხვაობა, ვთქვათ, ქართულ ქალებს და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის პრობლემებში. ლევან, კარგი კითხვაა ძალიან, განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, რომ გიორგი მისაუბრა ძირითადად ორ რეგიონზე, ჩვენ თუ საუბრობთ ორ რეგიონზე, აუცილებელია რომ დავინახოთ ჯერ ზოგადი სურათი, რომ შემდეგ შევძლოთ საუბარი ვთქვათ იმაზე, სად რომელი პრობლემა უფრო მეტად იკვეთება. მოდით ამიტომ დავიწყოთ სულთავიდან და ვთქვათ, რა პრობლემები შეიძლება, რა ტიპის პრობლემები არსებობს საქართველოში ქალთა თანასწორობის კუთხით. ეს პრობლემა შეიძლება განვიხილოთ რამდენიმე ჭრილში, ეს არის პოლიტიკური ჩართულობა, ეს არის სოციალურ-ეკონომიკური ფონი და ეს არის ცალკე აუცილებლად სოციალური საკითხები და მინდა გამოვყო განათლება, რომელიც სამწუხაროდ ყველაზე ნაკლებად არის ხოლმე გაშუქებული, ყველაზე ნაკლებად ჟღერს ხოლმე, ვთქვათ, როდესაც საუბრობთ ქალთა თანასწორობაზე. პოლიტიკური კუთხით გასაგებია, რომ ქალთა ჩართულობა არ არის, ვთქვათ, დაბალანსებული საქართველოში. თუ ლაპარაკობთ იმაზე, რომ ეთნიკური უმცირესობები ძალიან მცირე რაოდენობით არიან ჩართულები და ძალიან ნაკლებ რეპრეზენტატიულები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, ამას აქვს თავისი საფუძველი, აბსოლუტურად ლოგიკური. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პარლამენტში 11%-ამდეა, ვთქვათ, ქალთა წარმომადგენლობა, 20 მინისტრიდან 3 ყავს მხოლოდ ქალი და თვითმმართველობაში, ვთქვათ, 10%-ს მივაღწიეთ. ქვევით ჩამოვიდა ეს მაჩვენებელი ზოგადად საქართველოს შესაბამისად ეთნიკურ უმცირესობებში რომ კიდევ უფრო ნაკლებია ეს რეპრეზენტატიულობა ეს არ არის გასაკვირი ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი იმ სხვადასხვა მიზეზების გამო რომლის გამოდაც ზოგადად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ნაკლებად არიან ჩართული საქართველოს პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში. გადავიდეთ სოციალურ თემებზე, ხო, სადაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ იგივე ოჯახური ძალადობის საკითხი არა მხოლოდ თქვათ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებისთვის არის საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, არამედ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა კვლევების მიხედვით 2012-13 წლის კვლევების გიორგის და ასევე კვლევების რომლებიც ისევ და ისევ გაეროს ქალთა ასოციაციის მიერ იყო დაფინანსებული და UNDP-ის მიერ იყო დაფინანსებული მთელ საქართველოს შეისწავლა და აღმოჩნდა რომ ოჯახური ძალადობა ყველა რეგიონში ძალიან სენსიტიური საკითხია და ძალიან მძაფრი პრობლემაა. აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ქალების დასაქმების პრობლემაზე და ასევე უნდა ვისაუბროთ იმ უთანასწორობაზე, რომელიც არსებობს დასაქმებულ ქალებსა და მამაკაცებს შორის ხელფასის გადანაწილების თვალსაზრისით. აქაც ხვდებით ძალიან ბევრ უთანასწორობას. ეს არის სამთავრობო სტრუქტურები თუ არასამთავრობო სტრუქტურები, აქ ხელფასების გადანაწილება მამაკაცსა და ქალს შორის არა თანაბრად ხდება. აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ასევე პოზიციაზე, კარიერულ წინსვლაზე და პროფესიულ განვითარებაზე, რომელიც ასევე არა თანასწორად არის საქართველოში წარმოდგენილი. მე ხალხ შორს არ მინდა წავიდე ძალიან ბევრი დრო მოუნდება იმას, რომ სტატისტიკური მონაცემები მოვიტანოთ, როგორ ხდება გადანაწილება, უბრალოდ ვიტყვი, რომ თქვათ თუ ერთი და იგივე მონაცემების მოდით ესე ვთქვათ, მამაკაცი და ქალი არიან ერთი და იგივე ადგილზე მუშაობენ, იქ უპირატესობა ძირითადად ენიჭება ხოლმე მამაკაცს. მამაკაცები არიან ხოლმე წამყვან ლიდერ პოზიციებზე, სამენეჯმენტო ესე ვთქვათ ადგილებზე. მენეჯერ, მაქსიმუმ ოფის მენეჯერის პოზიციაზე განიხილება. კი, ნამდვილად ესეა და ვთქვათ, ქალები ასრულებენ ახლა დღეს სწორედ სტატისტიკას ვუყურებდი ძალიან სასამართლო სფეროში ყველაზე კარგად არის დაბალანსებული სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, თქვათ, ქალისა და მამაკაცის რეპრეზენტატიულობა 48%-ით არიან ქალები წარმოდგენილი. მე რო შევედი და ცოტა ღრმად ჩავედი კონსტიტუციური სასამართლო იყო თუ არ ვცდები, იქ რო გადავხედე მე დეპარტამენტების მიხედვით როგორ ხდება გადანაწილება, ძალიან ნიშანდობლივი სურათი შეიძლება დავინახოთ, რომ ყველა თანაშემწე ფაქტიურად არის ქალბატონი. მაშინ, როდესაც თქვათ, უფრო წამყვანი პოზიციები იქნება ეს მთავარი სპეციალისტი თუ დეპარტამენტის უფროსი თუ მოადგილე არის წარმოდგენილი მამაკაცის სახით. ამ დროს რატომ არის თქვათ ეს ცოტა უცნაური რჩეველი ქვიათ, ანუ თანაშემწე ფუნქციები ამას ბევრი ახსნავს თავისთავად მე სოციოლოგი არ ვარ, განათლების სპეციალისტი ვარ, თუმცა ყველაფერი ერთმანეთთან იმდენად ლოგიკურ კავშირშია, რომ აუცილებლად უნდა შევხედოთ ამას
ბევრი სხვადასხვა კუთხიდან. ამ დროს განათლების სტატისტიკა ჩვენ გვეუბნება, რომ უმაღლესში უფრო მეტი ქალი აბარებს, ვიდრე მამაკაცი აბარებს, სკოლას უფრო მეტი გოგო დამთავრებს, ვიდრე ბიჭი და სადოქტორო პროგრამებამდე, ანუ ყველაზე მაღალი საფეხური განათლების რასაც უკვე უფრო მეტი გოგო სწავლობს, ვიდრე ბიჭი. შესაბამისად, იმაზე საუბარი თქვა ქალები ნაკლებ კვალიფიციურები არიან ვიდრე მამაკაცები და ამიტომ ხდება თქვა გენდერული როლების უკვე და არასქესობრივი აი ამგვარი გადანაწილება მომავალში პროფესიული განვითარების თვალსაზრისით და პოზიციონირებით ცოტა უკვე ერთმანეთთან არალოგიკურია. აბსოლუტურად გასაგებია, რა მინდა გითხოთ ნადია. თითქოს პარადოქსების ქვეყანა ვართ საქართველოს. ერთის მხრივ, როდესაც ვსაუბრობთ გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ხშირად დგება ეს პრობლემა, რომ აიცით მამაკაცები ინახავენ, ან მამაკაცებს აქვს სურვილი, რომ ქალი იყოს სახლში და ისინი არიან დასაქმებულები და შესაბამისად აი ამიტომ ხშირად დარღვეულია გენდერული თანასწორობა. ხოლო შემდეგ რომ შევხედავთ კი რეგიონებში, ხედავთ, რომ ფიზიკურად ქალები გაცილებით მეც მუშაობენ, ვიდრე მამაკაცები. ამ შემთხვევაში აი ჩვენ შეიძლება ნახოთ ჩვენი გამოკითხვაც და მაინც დარღვეულია ეს პრობლემა. ანუ სად არის მიზეზი? მე მინდა ამის კითხვამ და ის სად არის მთავარი საკვანძო პრობლემა, საიდანაც შეიძლება ვისაუბროთ უკვე თანასწორობის საკითხზე. არის ეს სწორედ დასაქმების საკითხში, სოციალურ სტატუსში თუ უფრო სხვაგან არის? იცით, დასაქმების საკითხი და სოციალური სტატუსი რეალურად არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. წამყვან ქვეყნებშიც კი ჩვენ ევროპაზე გვაქვს სწორება, ხო, დასავლეთის ქვეყნები ჩვენთვის არის თქვათ ის ამოცანა და მიზანი, რომლისკენაც მივდივართ. იქაც არის თქვათ იგივე უთანასწორობის პრობლემა, მაგრამ რეალურად მე ვფიქრობ, რომ ის, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ზუსტად სტერეოტიპული დამოკიდებულება, რომ ქალი სახლში, მამაკაც უნდა რომ ქალი სახლში შეინახოს, ხო? ეს უკვე თავისთავად არის ის, რაც არის ჩვენში. და ის, რასაც გამოკითხვებიც და თქვათ ნებისმიერი კვლევის შედეგი ძალიან ცხადად გვაჩვენებს. ის, რომ მამაკაც უნდა რომ ქალი იჯდეს სახლში, ან ისე რომ აღიქმება, რომ მამაკაცი არის ოჯახის მარჩენალი, რეალურად ეს სტერეოტიპი დიდი ხანია უკვე დარღვეულია, ეს კიდევ 90-იან წლებში კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა, როდესაც თქვათ ჩვენ გამოვედით აი საბჭოთა კავშირის ჩვეული რიტმიდან და აბსოლუტურად სხვა ახალ პოლიტიკურ ეკონომიკურ მოცემულობაში მოგვიხდა უკვე ცხოვრების დაწყება, აქ როლების ამგვარი გადანაწილება, როდესაც სხვადასხვა გენდერული ბალანსი საბჭოთა კავშირშიც არ იყო ცუდად დაცული ეს ქალების და მამაკაცების. სხვა რამეს ვამბობ, ის რომ ეკონომიკურად ოჯახების კეთილდღეობის საკითხი დადგა ძალიან მძაფრად, ხო, მაშინ ქალები წავიდნენ ისეთ ნაბიჯებზე, თქვათ, თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ისეთი საქმიანობა, როგორც იყო ქუჩაში წვრილმანით ვაჭრობა, თურქეთიდან საქონლის შემოტან, ანუ ისეთ საქმიანობას მიყვეს ქალებმა ხელი, რომ ოჯახი გაეტანათ, რომელზეც პრინციპში მამაკაცები უფრო თაკილობდნენ და უფრო ამ საქმეს ასე ვთქვათ, ვერ აკეთებდნენ ისე ეფექტურად, რაზეც ქალებმა ვთქვათ თამამად გაიწიეს და დაიწყეს ამის კეთება. აქედან დაწყებული ხო რეალურად ის ვთქვათ დამოკიდებულებები, რომ ქალი სახლში ის და შვილებს ის და კაცი კი მუშაობს და ოჯახის მარჩენალია, მე ვფიქრობ, ეს სტერეოტიპი თავისთავად უნდა დანგრეულიყო. იქიდან გამომდინარე, რომ ქალები ძალიან აქტიურად ჩაერთვნენ ეკონომიკურ ოჯახის, თქვათ, ეკონომიკური კეთილდღეობის საქმიანობაში. თუმცა აი აქ რამდენად შეიცვალა ეს არის. მოდით ნახოთ მცირე გამოკითხვა, რომელიც ჩვენმა გადამღებად ჯგუფმა მოამზადა და შემდეგ ვისაუბროთ რეალურად აი ამ თუნდაც ამ გამოკითხვის მაგალითზე რა პრობლემებია და რა არის გამოსავალი. ან ფილარმონიაში წავიდეთ, ან სადღაცა და ხო შეიძლება რომ წეში ერთხელ დაგვინიშნონ და ერთი მარშრუტი ჩამოვიდეთ და რაღაცა ღონისძიებაზე ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა. ძალიან შრომის მოყარე ხალხი არის და ამ შრომის მერე კარგი დასვენება ყველას უხარია. არ არის არანაირი დასაქმება, ხალხი უმუშევარია, ხალხი გაჭირვებაშია, ზოგს არც სამსახური აქვს, არც პენსია აქვს, უჭირთ, ძალიან ბევრია ჩვენთან სოფელში რომ წამალსაც ვერ ყიდულობენ და მე თვითონ სოფლის მედიცინის მუშაკი ვარ და ბევრი მოდის ექიმთან ისინჯება, მაგრამ იმის საშუალება არ აქვს რომ წავიდეს და წამალი შეიძინოს. უფრო უმეტესი ქალები. არაფერი, აი ტელევიზორის გარდა ქალი არაფრით არ ერთობა. არაფერი გასართობი, არაფერს გულს არაფერი არ უხარია. სკოლა არ აქვს, ჩვენი მოთხოვნა პირველ რიგში ეკა, რომ სკოლა არ აქვს. კი იყვნენ, მაგრამ შეპირება ბევრია, მაგრამ
არავინ არაფერს არ აკეთებს. სოფელში ვარცა დასაქმებული ნამდვილად არ ვარ. არაფრით ახლა სოფელში ხო იცით ახლა შრომა გვიწევს, ნაკვეთები გვაქვს და ნაკვეთებში ვმუშაობთ. სხვა ახლა სხვანაირად არა. აი ბავშვი მაგალითად ბავშვმა დაამთავრა, კოლეჯიც დაამთავრა, იურიდიული მასაჟიც დაამთავრა და სახში მიზის 23 წლის გოგო. ეგ დაუსაქმებელი მყავს და ვერც ნაკვეთებში ვერ დამყავს, იმიტომ რომ გოგოა. აბა რა გითხრა შვილო, ჩვენ წყალი არა გვაქვს. სამ დღეში ერთხელ მოდის, ხან დაწყვეტავენ, ხან და არ არის წყალი ხოლმე. დავწუხდებით. ხალისთვის ყველაზე პირველი არის წყალი. ერთველი იყო ხოლმე რაღაც ეგეთ რაღაცებში კი დანარჩენი რა დასაქმებულები იყვნენ, არსად არაფერი არ გვაქვს. ფიზიკური შრომა გიწევთ? კი. კი, ძალიან. აი ახლა ამჟამად მე თვითონ ვარ ოჯახის დიასახლისი ვარ, არსაიდან არაფერი სამსახური არ გვაქვს და მაგის გულისთვინ დავდივარ დღეში, რომ ხელფასი საიდან ავიღოთ ის არ გვაქვს და ეგ თქვენი თუ გინდათ შეამოწმეთ ჩვენი არის, მაგრამ დავდივარ ქალი როგორც დიასახლისი, ჩემი მეუღლეს დავყვებით, ჩემი გოგო და მეც და შეშას ეგრე ვეზიდებით, რომ ჩვენთვის რაღაცა შემოვიტანოთ. არც პენსიონერი ყავს, არც დახმარება საიდან არა გვაქვს და იძულებული ვართ და დღეში დავდივართ. კვლავ ეთერში ვართ, მე შეგახსენებთ, ეს არის გადაცემა საუბრები ქალთა საკითხებზე. აი ბატონ გიორგი, ერთად ვნახეთ ეს რა პრობლემებიც აწუხეთ, ეს მასალა მომზადებული იყო სოფელ ყიტანში, ციტატად ოსი ეროვნების ქალბატონები საუბრობდნენ. ფაქტიურად ყველა ინტერვიუში ჩანდა, რომ არის მძიმე ეკონომიკური ფონი. მოვდივისაუბროთ, აი ამ ეკონომიკურ ფონზე შესაძლებელია, რომ დაცული იყოს თანასწორობა. ხშირად არის ხოლმე ეს კითხვა, ადროს თქვა თანასწორობაზეა საუბარი, როდესაც თქვა აგერ შიმშილით, ხოცებით ამ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს. ან სხვა ქვეყნების მაგალითზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, ამ უშლის ეს არის მთავარი პრობლემა. კი, გეთანხმებით, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც დგას და რაც შეიძლება გამოიწვიოს თუნდაც ისეთი მძიმე გამოხატულება, როგორც არის ოჯახში ძალადობა, არის სწორედ სოციალურ-ეკონომიკური ფონდი, რომელიც არსებობს. ამ შემთხვევაში, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს არის ოსური თემი, რომელიც ჩაწერილი არის. აი, ოსური თემი იმითაც გამირჩევა, რომელიც კახეთში ცხოვრობს, იმითაც გამირჩევა, რომ ფაქტიურად სრულად ინტეგრირებული არის ქართულ საზოგადოებასთან და ამ ქალბატონებმა რაც ისაუბრეს, არის სრულად დამახასიათებელი ისეთივე პრობლემები, როგორც არის ქართული საზოგადოებისთვის, რომელიც ცხოვრობს სოფლად. ანუ ისეთი პრობლემები, როგორც არის მაგალითად წყალი, ინფრასტრუქტურული პრობლემები, გაზი და ანუ ესეთი პრობლემები, რაც დაასახელეს თუნდაც ამ ქალბატონებმა. მაგრამ თქვენ შეკითხვას რაც შეეხება, ანუ შესაძლებელი არის თუ არა ადამიანმა იფიქროს გენერალურ თანასწორობაზე, თუნდაც მაშინ, როდესაც ესეთი საშინელი ყოფაში უხდება ცხოვრება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი აზრით ცხოვრების სტილი, რომ ადამიანმა, ოჯახმა შვიდად იცხოვროს. ყოველგვარი, ანუ შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ამან გაამძაფროს, მაგრამ ეს არ უშლის ხელს იმას, რომ ანუ ეს ყოველ შემთხვევაში არ განაპირობებს იმას, რომ ოჯახში აუცილებლად იყოს ოჯახური ძალადობა. ოჯახური ძალადობას როცა ვეხებით ჩვენ თემას, ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორად ანუ მისი გაგება სწორად მოვახდინოთ, იმიტომ რომ ოჯახური ძალადობა მოიცავს 4 ძირითად ტიპის ძალადობას და ხშირად ეხშლებათ ხოლმე იმაში, რომ ოჯახური ძალადობა აუცილებლად ნიშნავს მას ფიზიკურ ძალადობას. ფიზიკური ძალადობა ოჯახური ძალადობის მხოლოდ ერთ-ერთი მიმართულება არის, როდესაც როდესაც მამაკაცი ან ქალი თუნდაც ხელით ეხება და ასეთ საშინელ ფორმას მიმართავს ძალადობის. მეორე ტიპის ძალადობა ეს არის ემოციური, ანუ ფსიქოლოგიური ძალადობა, როდესაც ოჯახის წევრები ერთმანეთს ფსიქოლოგიურად მოქმედებენ და ხშირ შემთხვევაში ეს გამოხატული არის მაგალითად მაგალითად გინებით, თუნდაც ყვირილით და ასე შემდეგ, ანუ ისინი ცდილობენ მის მეორე ნახევარზე რაღაცნაირად მოახდინონ ზეგავლენა. მესამე არის ეკონომიკური ტიპის ძალადობა, როდესაც ოჯახში თუნდაც ქმარი მაგალითად ავალდებულებს მის მეუღლეს, რომ შეასრულოს გარკვეული ტიპის სამუშაოები, მაგალითად წავიდეს ბაზარში, გაყიდოს იქ და არ ჩაებას ისეთ სამსახურში, როგორც არის მაგალითად მომსახურების სფერო, თუნდაც რესტორანში, თუნდაც სასტუმროში და ასე შემდეგ. და ბოლო არის სექსუალური ტიპის ძალადობა, ანუ ესეც რა თქმა უნდა დაკავშირებული არის ძალიან დიდ გარკვეულწილად დაკავშირებული არის ფიზიკურ ძალადობასთან. ანუ მნიშვნელოვანი არის რომ გავარჩიოთ ეს 4 ტიპის ძალადობა და ერთმანეთისგან ანუ
და თვითონ ის პრობლემა სოციალურ-ეკონომიკური ფონი, რომელიც არსებობს, სწორედ აქედან ანუ ხშირ შემთხვევაში სოციალურ-ეკონომიკური ფონი ხშირ შემთხვევაში იწევს ესეთ ტიპის ძალადობას, როგორც არის ეკონომიკური ძალადობა. ანუ ისინი ვალდებულები არიან იმუშაონ მაგალითად გარკვეული ისეთ სამუშაოზე, რომელიც მაგალითად არ მოსწონთ, თუნდაც რაც თქვენ ახსენეთ წინაზე, რომ ეს არის სოფლის მეურნეობის სფერო. ძირითადად დაგეთანხმებით, რომ უმეტეს შემთხვევაში ქალებმა აიღეს ეს როლი, მაგალითად სამცხე-ჯავახეთის ფიზიკური შრომა. ქალებმა აიღეს ეს როლი და ეთნიკურ უმცირესობებში ეს უფრო ძაფრად ჩანს, თუნდაც ეთნიკურ აზერბაიჯანულ თემში. ქალები არიან სოფლის მეურნეობაში გამწევი ძალა. სამცხე-ჯავახეთში მაგალითად კიდევ ერთი პრობლემა, რაც ჩვენ წავაწყდით კვლევის დროს, არის ის, რომ მოსახლეობა, ანუ ეთნიკური სომხების მოსახლეობაში ტენდენცია არის ისეთი, რომ მამაკაცები მიდიან ემიგრაციაში მიდიან სამუშაოდ სომხეთში, რუსეთში და ოჯახში რჩება მხოლოდ ქალი, რომელმაც უნდა შეასრულოს ყველა ის მძიმე სამსახური სამუშაო, რომელიც ოჯახში ზოგადად მამაკაცი ასრულებს. ანუ ისეთ ყოფაში ამ სოციალურ-ეკონომიკური ფონის გამო ქალებს უწევთ ისეთ ყოფაში ცხოვრება, როდესაც მათი მოვალეობა ფაქტიურად არის ისიც, რასაც ზოგადად ჩვენ მიგვაჩნია, რომ კაცი უნდა ასრულებდეს ოჯახში. აი ერთი სინქრონი იყო, რომ პირველად თვალსაჩინო ქალისთვის თავარია წყალი. ანუ სად 21 საუკუნეში ეს რომ კიდევ დგა პრობლემად და უკვე შემდეგ გვიწევს სხვა თემებზე პრობლემა. აი ესეც ნიშანდობლივია, რომ ადამიანი ფიქრობს წყალზე და თქვა იმ წყლის იქით შეიძლება ვიღაც გეტოს. კი, რა თქმა უნდა, გეთანხმებით, მაგრამ აი რო შევადაროთ სამცხე-ჯავახეთში, იგივე პრობლემები დგას, თუნდაც ანუ მოგახსენება როგორც ცივი ზამთარი იცის სამცხე-ჯავახეთში. დიახ, გათბობის ხო ძალიან დიდი პრობლემები არის და ქალები ამას ახსენებენ, თუმცა ამ ქალებს აქვთ იმდენი გააზრებაც და ფიქრობენ იმაზეც, რომ ძალიან ცუდი არის ის ფაქტი, რომ ძალიან დაბალი არის მათი წარმომადგენლობითობა ადგილობრივ დონეზე. ანუ ისინი ამაზეც ფიქრობენ და ფიქრობენ აგრეთვე ეთნიკური ანუ გენდერული თანასწორობის საკითხებზეც, მათ თავიანთი აზრი გააჩნიათ. ანუ ვერ ვიტყვით მარტო იმას, რომ ქალს რახან წყალი არ აქვს, ის შეიძლება არ ფიქრობდეს გენდერულ თანასწორობაზე. რა თქმა უნდა, ის უნდა ფიქრობდეს და უნდა გქონდეს ეს გარკვეულ განათლების პრობლემასთან. რა შეიძლება გაიზუსტოს დამკითხვით გადავიდინათ ეს. რადგან რამდენად დგას განათლების პრობლემა აქ. ზოგადად ხედვის, ფასეულობების ღირებულებათა სისტემის პრობლემა რამდენად დგას და რამდენად დგას ასევე ენობრივი ბარიერის პრობლემა ეთნიკურ უმცირესობებში. მოგახსენებთ, მოდით დავიწყებთ ზოგადად ისევ და ისევ გენდერული ჭრილით შევხედოთ ამ განათლების პრობლემას და აუცილებლად ჩავიდეთ მერე ეთნიკურ უმცირესობების დამახასიათებელ პრობლემებზე. რაც შეეხება გენდერულ თანასწორობას და განათლებას და როგორ არის ეს ასპექტები ასახული ზოგადად საქართველოს განათლების სისტემაში. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ყველა ადამიანი თანაბარია, მათ აქვთ აბსოლუტურად თანაბარი შესაძლებლობა იმისათვის, რომ მიიღონ განათლება ყველა საფეხურზე, იქნება ეს ქალი თუ იქნება ეს მამაკაცი, რომელი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ეს. ასევე არ არის თქვათ დისკრიმინაციული არც ერთი ის დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს საგანმანათლებლო სივრცეს საქართველოში, იქნება ეს კანონი განათლების შესახებ, უმაღლესი თუ საშუალო თუ პროფესიული და კიდევ უფრო ქვევით თქვათ ყველა კანონმდაბარე აქტი, რომელიც განათლებას უკავშირდება. თუმცა მეორე მხრივ ჩვენ გვაკლია იგივე დოკუმენტების დონეზე, რეგულაციის დონეზე ისეთი პუნქტები და პარაგრაფები იგივე ამ საკანონმდებლო დოკუმენტაციაში, რომელიც უფრო მკაფიოდ გამოსახავს, თქვათ, თანასწორობას მამაკაცსა და ქალს შორის და არა უბრალოდ ნეიტრალური იქნება, არამედ ხაზგასმულად იტყვის, რომ თქვათ, ეს გენდერული როლები კარგად უნდა იყოს დაბალანსებული. ასე მაგალითად, ჩვენმა ორგანიზაციამ ორჯერ 2012 და 2013 წელს ჩაატარა სახელმძღვანელოების ანალიზი, ზუსტად აი ამ კუთხით ჩვენ გვაინტერესებდა, რამდენად დაბალანსებულია ის სახელმძღვანელოები, რომელიც შედის სკოლაში და რომელთაც ჩვენი ბავშვები სწავლობენ, თქვათ, სხვადასხვა გაკვეთილებს, იქნება ეს მათემატიკა, ისტორია თუ სამოქალაქო განათლება, რომელიც ზუსტად რო თქვათ, აი ამ საკითხებს უნდა აშუქებდეს მეტნაკლებად, ხო, სხვადასხვა ჭრილში, რამდენად ეს სახელმძღვანელოები დაბალანსებულია აი ამ კუთხით და კვლევა მაჩვენა, რომ ძალიან ერთი სიტყვით რო ვთქვა, ძალიან დაუბალანსებელი არის ეს ჩვენი წიგნები ზუსტად ძალიან სტერეოტიპულია და კვლავ წარმოებას იწვევს ზუსტად აი ამ სტერეოტიპული მიდგომებისა, სქესობრივი და გენდერული როლების გადანაწილები და ძალიან ერთი პატარა მაგალითი რომ მოვიყვანო გეტყვით, მაგალითად რომ სამოქალაქო ერთ-ერთ არ დავასახელებ, ერთ-ერთი სამოქალაქო განათლების წიგნში მაგალითად
სულ 7 ქალია ნახსენები მთელი წიგნის განმავლობაში, საიდანაც ერთი არის იმ კონტექსტში, რომ თქვა არ თამარ დედოფალი რაღაცა არის კარგად მოხსენებული, დანარჩენი ერთი არის სატრფო ვიღაცისა, მეორე არის დედა, ანუ თქვა ამ წიგნებში ძალიან კარგად არის აი ეს პირიქით ძალიან არასწორად და არასამართლიანად არის გადანაწილებული ეს გენდერული როლები, რომელიც არსებობს ქალსა და მამაკაცს შორის რეალურ ცხოვრებაში. მე კიდევ უფრო დამაფიქრებელია ვთქვა ილუსტრაციული გაფორმება ამ წიგნებისა, როგორ ხდება, თქვენ რო შეხედოთ ამ სახელმძღვანელოში ძალიან ხშირად 60%-ზე მეტი ილუსტრაციებიც არის მამაკაცები და მათი საქმიანობა, ნაკლებად არის ილუსტრირებული ქალები, თუ არიან ქალები და მამაკაცები ერთად ილუსტრაციაზე, ისე არის როლები გადანაწილებული, ყოველთვის დომინანტი არის მამაკაცი. ანუ რისი თქმა უნდა, ეს არ არის ხო პირდაპირ ის, რასაც ვასწავლეთ ჩვენ შვილებს, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვეძებთ ფარული კურიკულუმი, ანუ ის, რაც არის სწავლება და პირდაპირ შეიძლება არ არის ასახული, მაგრამ პირდაპირადაც არის ასახული, მაგრამ არაც არაპირდაპირ არის ასახული, ისიც კი აი ამ ჩვენს მოსწავლეებში, ანუ ბავშვობიდანვე აყალიბებს აი ამ და კიდევ უფრო კარგად იმაშობა ზრდის აი ამ სტერეოტიპებს და ამ წარმოდგენებს, რომელიც ტრადიციულ გენდერულ როლებს ნიშნავს საქართველოში. ეხლა მივიდეთ მასწავლებლებთან და სწავლების თქვათ მიდგომებთან და მეთოდებთან. ეს მასწავლებლები თავისთავად არასოდეს არ მომზადებულან ზუსტად აი ხა მუშაობ ამ საკითხზე და მინდოდა რომ მომეპოვებინა თქვათ მასალები მასთან დაკავშირებით, რამდენად განათლების მასწავლებლების გადამზადების პროგრამები ორიენტირებულია, სადმე მაინც არის ჩადებული აი რაღაცა სესია, რაღაცა ასპექტი, რაღაცა კონკრეტული საკითხი თუ არა თქვათ გამჭოლი კომპეტენციის სახით მაინც მიწოდებული მასწავლებლებისთვის როგორ შეიძლება ამ ადამიანმა საკლასო ოთახში წარმართოს ისე თავის მუშაობა, რომ თავის დაუნებურად ეს არ არის შეგნებული ნაბიჯები თავისთავად ის არ იყოს თქვათ ერთი რომელიმე სქესის წარმომადგენელი მოსწავლეების მიმართ უფრო ტენდენციური. იმიტომ რომ სხვა კვლევები, საერთაშორისო კვლევები გვაჩვენებს, რომ მაგალითად თუ მასწავლებელი არის ქალი, გორჯერ მეტი ყურადღება მიდის ხოლმე ბიჭებზე, თუ არის კაცი მასწავლებელი, იქ 9-ჯერ მეტი ყურადღება მიდის ბიჭებზე, რა თვალსაზრისით. არის სხვადასხვა მოლოდინები ბიჭებსა და გოგოებს შორის. ითვლება, რომ გოგონები თქვათ უფრო ჰუმანიტარულ საგნებში უფრო კარგები არიან, უფრო ბეჯითები არიან, უფრო ფაქიზები არიან და კოხტაჩაცმულები არიან. მაგრამ ამასობაში თქვათ ბიჭები მათემატიკაში უფრო სხარტი გონებისანი არიან, მათ დავალება თუ არ გააკეთეს, თქვათ ეს მათ უფრო მეტად ეპატიებათ, ანუ თქვათ ცუდი ის რომ ისინი რაღაცა ნორმებს არ ყვევენ ქცევისას, ის მათთვის უფრო საპატიოა ვიდრე გოგო. ანუ აი ესეთი დამოკიდებულებები, რომლებსაც მასწავლებელი მაგალითად, როდესაც ხსნის გაკვეთას, ის ამაზე არ ფიქრობს, იმიტომ რომ არასოდეს არ უთქვია არავის, რომ შეიძლება ამაზე იფიქროს. ის ცდილობს, რომ ბიჭის პასუხები უფრო მოისმინოს, იმიტომ რომ ბიჭები უფრო ითვლება და რომ ბიჭები უფრო ნაკლებ ყურადღებას უთმობენ გაკვეთას და უფრო დაბნეულებიან და ამიტომ ის ცდილობს, რომ მეტი ინფორმაცია ამოიღოს ბიჭიდან. თქვათ, იგივე საბუნებისმეტყველო ყოველ საგნებს თუ შევხედავთ, თქვათ, თუ ტარდება კლასში თურმე როლები, თურმე აი ესე ნაწილდება, რომ ბიჭები აკეთებენ ცდას, გოგონები იწერენ რაღაც. ანუ თქვათ ეს ხო ისევ და ისევ ეს არ არის ის რაც არის პირდაპირ სწავლება, ეს არ არის ის რაც არის საგანი, მაგრამ ეს არის ის რაც აყალიბებს და კიდევ უფრო ამტკიცებს იმ როლებს რაც არსებობს აი ამ ჩვენს წარმოსახვაში და რაზეც საზოგადოებრივი აზრი არის ჩამოყალიბებული და რაც რეალურად საბოლოო ჯამში მე მიმაჩნია რომ თუ ეს არ მოხდა აი ამ სოციალურ სააგენტოებში, აგენტებში, როგორც არის სკოლა, როგორც არის ბაღი, როგორც არის უნივერსიტეტი, თავისთავად აი ამ ყოველფრის შეცვლა ნელ-ნელა აღარ ვსაუბრობ უკვე იმაზე, რომ თქვა თვითონ საგნები და თვითონ სწავლება არ უნდა იყოს არანაირად თქვა დისკრიმინაციული, ამაზე არ არის საუბარი. თავისთავად არაფერი არ გამოსწორდება ჩვენში, იმიტომ რომ ოდესღაც უნდა სოციალიზაციას ახდენს თავიდან ბოლომდე. სოციალიზაცია თუ არ ხდება სწორ გარემოში, ხო? ხო, ხედავს ეს მოსწავლე რომ დირექტორი ნახევარზემეთში კაცია, ამ დროს მასწავლებელი ყველა ქალი. ანუ ბევრი რაღაცეებია რაც საბოლოო ჯამში ხდება ეს პრობლემა ეთნიკური უმცირესობების. ეთნიკური უმცირესობაში კატასტროფული თუ არის იდენტური, რანაირად მძაფდება. და იგივე ენობრივ ბარიერზე მინდა გკითხოთ, რანაირად უშლის ხელს ამ ყველაფერს. ნამდვილად უშლის და ეთნიკურ უმცირესობაში
როგორც ყველა დანარჩენი პრობლემა, თავისთავად აი ეს გენდერული უთანასწორობის პრობლემა კიდევ უფრო ცალსახად არის გამოხატული. ეს განსაკუთრებით ნიშანდობლივია ისევ და ისევ თქვათ ჩვენს დომინანტ ეთნიკურ უმცირესობებში, როგორიცაა თქვათ იგივე აზერბაიჯანელები, გამომდინარე იქიდან, რომ მათ თქვათ აი ამ კუთხით ბევრად კიდევ უფრო ძიმე, მოდით ესე ვთქვათ, ტრადიციული ფონი გააჩნიათ და მათთვის თქვათ ქალისა და მამაკაცის ფენომენი კიდევ უფრო ძაფრად არის ერთმანეთისგან დაშორებული და შესაბამისად თქვათ ის პრობლემები, რომელიც ზოგადად საქართველოში არსებობს, იქ კიდევ უფრო ძაფრად არის გამოხატული. ენობრივ პრობლემას რაც შეეხება, ხო? ის რომ თქვათ ენობრივი პრობლემა არსებობს ამ რეგიონებში და ამ ადამიანებს არ აქვთ შესაბამისი წვდომა ინფორმაციაზე, თავისთავად განაპირობებს იმას, რომ ეს ადამიანები იმყოფებიან ინფორმაციულ ვაკუუმში. მათ თქვათ ის სიახლეები, ის რაღაცა ინოვაციები, იგივე ის რაც ხდება სახელმწიფოში, იქნება ეს პოლიტიკური ცხოვრება თუ სოციალური თუ ეკონომიკური. ხო, ეს ყველაფერი ინფორმაციის დონეზეც კი არის ნაკლებად ხელმისაწვდომი. თუ არის ნაკლებად ხელმისაწვდომი, დამოუკიდებლობა მახსოვს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ფაქტობრივად მოკავშირის პერიოდიდან ეთნიკური უმცირესობები იყო ისეთი, რომ ისინი ყოველთვის ხვალს უჭერდნენ ხელისუფლებას. ანუ მათ არ უნდათ პრობლემა, ანუ ვერ ვერკვე ვინ რა ხდება და მოდი ხელისუფლება ძლიერია, ხალხს უჭერ ხელისუფლებას. ეს მუდმივად ჩანდა, ეს იყო ალბათ პასიურობის კლასიკური მაგალითი მათ. რასაკვირველია, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენა. ადამიანი რაც ნაკლებად არის გათვითცნობიერებული და რაც ნაკლები ინფორმაციას, მას ნაკლები ინტერესი და მას ნაკლები სურვილი და ნება და უბრალოდ ამისი შესაძლებლობა აქვს, მოდით ესე ვთქვათ, ხო? ის არ არის მზად იმისათვის, რომ გააკეთოს არჩევანი. თუ არ აქვს ინფორმაცია, მას არ შეუძლია ეს ინფორმაცია გაანალიზოს, რომელიც არ აქვს. ზუსტად ამ შემთხვევაში, ხო, იმ შემთხვევაში თუ ეთნიკურ უმცირესობებში ზოგადად დგას აი ეს პრობლემა, რომ მათ ნაკლები აქვთ ინფორმაცია, ნაკლები აქვთ განათლება შესაბამისად, ხო, ესეც ხო პრობლემაა, ჩვენ ვიცით, რომ თქვათ იგივე ჩაბარების თვალსაზრისით და ჩაჭრის თვალსაზრისით ბევრად უფრო ძიმე მაჩვენებლებია სტატისტიკური, ვიდრე თქვათ ეთნიკურ ქართულ მოსწავლეებში და სტუდენტებში, ხო? თქვათ შესაბამისად ენობრივი პრობლემა იქნება, ეს განათლების პრობლემა იქნება, უფრო მძიმედ აისახება ისეთ ასპექტებზე, როგორიცაა მე სოციალური ფონი თავისთავად. თუ ადამიანმა არ იცის, რომ უნდა მივიდეს ექიმთან, იმიტომ რომ მას აქვს ნაკლები ინფორმაცია, გარდა იმ ტრადიციული და სტერეოტიპული ხედვისა, რომ ქალი უნდა მივიდეს ექიმთან, ხო? მას ინფორმაციულ დონეზეც ნაკლები აქვს წვდომა, შესაბამისად ის კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში იმყოფება. მე მინდა დიდი ვალვა გიორგის კითხვა. გიორგი, როგორია აი კვლევის დროს ამერად იკვეთებოდა ეს ასპექტი. როგორია ეთნიკურ უმცირესობებში ქალების ხედვა თავად გენდერულ თანასწორობაზე. ანუ მათ როგორ წარმოუდგენიათ მათ გენდერულ თანასწორობა, თუ იყო ეს ასპექტი და კი, ანუ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული კითხვა ჩვენ კითხვაში ქონდა აუცილებლად და როდესაც ფოკუს ჯგუფებს ვატარებთ, ყველგან ვეკითხებოდით ამ კითხვას. საინტერესო არის, რომ აქაც განსხვავებული არ არის ესეთი ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება, თუნდაც მაგალითად რეგიონების მიხედვით. მაგალითად სამცხე-ჯავახეთში ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ეთნიკური უმცირესობაში განსაკუთრებით იგრძნობა ის ფაქტი, რომ ისინი არ არიან ესეთ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული, ესეთ სენსიტიურ საკითხებთან დაკავშირებით, ისინი ინფორმირებულები არ არიან. და მათი ცოდნა შემოისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ესეთი ქალსა და კაცს შორის ოჯახში დამოკიდებულება განსაზღვრული უნდა იყოს იმ ტრადიციებით, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ, ანუ რომლითაც ისინი ცხოვრობენ. ანუ თანამედროვე გაგების და ზოგადად გენდერული თანასწორობის გაგების კონცეფცია მათ არ ესმით, რა თქმა უნდა. თუმცა მაგალითად, როდესაც ამ კითხვას ვსვავდით ისეთ ფოკუს ჯგუფებში, რომლებიც დაკომპლექტებული იყო ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელებით, თუნდაც ლაგოდეხის რაიონში, მუნიციპალიტეტში, აქ ძალიან რთული იყო, ისინი ფაქტიურად პასუხს არ გვცენ, ანუ იცინოდნენ, ამაზე ეღიმებოდათ და ანუ ჩუმდებოდნენ. ხო, მაინც ძალიან დაბალი. ანუ ინფორმირებული ჩემი აზრით ამაზე ძალიან ხშირად ხდება საუბარი, ანუ თუნდაც მედიის მხრიდან, თუნდაც საზოგადოებაში ამაზე ხდება საუბარი, მაგრამ ჩვენ ზოგადად საზოგადოება და ეს ეხება არა მარტო ეთნიკურ უმცირესობებს, არამედ ქართველებსაც, ეს
თემა ჩვენ ანუ გენერალური თანასწორობის თემა გადაქცეული გვაქვს რაღაც სახუმარო თემად და ხშირად ვიცინით ამაზე, რაღაც სტერეოტიპებზე, მაგრამ ამის იგივე არ ცდება ეს ყველაფერი. ანუ ეს არის ჩვენაში შეიძლება იგივე გააკეთოს. ხო, ანუ ზუსტად ამაზე ჩვენ შეიძლება რაღაცა ვიფიქროთ, დავფიქრეთ, მაგრამ ქცევა არის იგივე და არაფრით არ განსხვავდება. თუნდაც მაგალითად სამცხე-ჯავახეთში როცა ვიყავით და სომეხ ხალხებს ვეკითხებოდით ამ გენერალურ თანასწორობასთან დაკავშირებით და ვკითხეთ ესეთი კითხვა, აბა დაუჭერდით თუ არა მხარს მაგალითად ისეთ ადამიანს, რომელიც არის ძალიან აქტიური ქალბატონი და დაუჭერდით თუ არა არჩევნებზე ასეთ ქალბატონს მხარს, რომ ეყარა მაგალითად გამგებლის პოზიციაზე. მხოლოდ აი დაახლოებით 23 ქალბატონი იყო ამ ფოკუს ჯგუფში, 23 სომეხი ქალბატონი და მხოლოდ ერთმა იწია ხელი რომ დაუჭერდა ასეთ ქალბატონს. ანუ და მე შემდეგ მე ვკითხე მაგალითად ამ ზოგადად სომხებშიც არის ეს თამარ მეფის სადმი დიდი რა ქვია პატივისცემა და მათშიც გამჟდარი არის ეს ინსტიტუტისავით. და ვკითხე აი მაგალითად მაშინ რა სიტყვით მეთქი, როცა ესეთი ქალი ყავდა მეთქი ისტორიაში, რომელიც ესე მართავდა ქვეყანას. საინტერესო იყო რომ ანუ ესეთი პასუხი მივიღე რომ ალბათ მასაც ქმარი არ ყავდა ისეთი რომ ცოტა მე ასე იქნა სახში დაესვაო თორე ესეთი წარმატებული არ იქნებოდაო ანუ ესეთი გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით ეს ისტორიის მასწავლებლები აი რა თქვით სწოდავენ ამ მართულებით მასწავლებლები ზოგადად მე მახსოვს აი რამდენი ბევრისგან გამიგია სკოლის პერიოდშიც რომ იცით აი დავით სოსლან რაღაც სუსტი იყო და აი იმის ფონზე იყო თავად სახელმწიფოშიც ეს არ არის გამოკვეთილი ზუსტად მასწავლებელი ძალიან კარგი უნდა იყოს რომ აცდეს თქვათ იმას რაც სასწავლებლით არის გათვალისწინებული სახელმწიფოში წერია და ეს სხვანაირი ინტერპრეტაციით გადასცეს ანუ ეს კიდე დამატებით მისი სიძლიერე თუნდაც აი თამარ სიძლიერე მიეწერა ქვის სუსტეს და არა მის პიროვნულ სიძლიერეს. რა თქმა უნდა, ანუ ეს რაღაცა ჩვენში გამჟდარი არის ეს ტრადიციების და სტერეოტიპების საფუძველზე, რომ ქალი ყოველთვის არის მეორე ხარისხოვანი, თუნდაც ნებისმიერ და მისი ყველანაირი წარმატება შეიძლება განპირობებული არის რაღაცა სხვა გარემოებების გამო და არა ახსენეთ ძალადობის ფაქტები, ჩამოთვალეთ ეს ძალადობის მიმართულება. რამდენად ხშირია თუ ხდება ამის მონიტორინგი არა მეთოდით, აი გაუხმაურებელი ფაქტები. არა პროცენტი შეიძლება იყოს ანუ მოგახსენებთ, ანუ ჩვენ ვცდილობდით პირველ რიგში აღინიშნოს კი რა თქმა უნდა ეთნიკურ უმცირესობებში აღინიშნოს რომ ეს არის ყველაზე სენსიტიური საკითხი და მე ვახსენე კიდევაც წინა საუბრისას რომ ამ საკითხზე როდესაც ვიწყებდით საუბარს ძალიან ესეთი სენსიტიური საკითხია და ვცდილობდით ყოფილიყავ ძალიან თავდაჭერილები მაგრამ მაინც ისინი არ მოდიოდნენ პასუხებზე ძალიან დიდი ნდობა უნდა დაიმსახურო ადამიანში რომ ესეთ საკითხებზე დაიწყო საუბარი მით უმეტეს როცა ეს ეხება ფოკუს ჯგუფებს სადაც დაახლოებით 20 ადამიანი არის და ისინი ყოველთვის თავს იკავებენ თუმცა აღსანიშნავია რომ ჩატარებული არის სხვადასხვა კვლევები საქართველოს მასშტაბით რომლის მიხედვითაც ყოველ მე-11 ქალს აუცილებლად განუცდია ფიზიკური ძალადობა საქართველოში. და ყოველ მესამეს რომ რაღაცა ტიპის ხო, ანუ ყოველ მესამეს მე მგონი ეკონომიკურ ძალადობაზე არის, ან ემოციურ ძალადობაზე არის. კაცებს მოთხოვთ ჩატარებულა კვლევა. ხო, აი საინტერესო არის, მაგალითად ერთ სტატისტიკას გეტყვით, რომ დაახლოებით 2013 წელს ჩვენ გვაქვს ესეთი თავშესაფარის ცენტრი, გახსნილი საქართველოს მასშტაბით სახელმწიფოს ესეთი სერვისი არის, სადაც ესეთი ძალადობა განცდილი ქალებს შეუძლიათ მივიდნენ არ მარტო ქალებს, ანუ ოჯახის ძალადობის განცდილ, ანუ მსხვერპლ ადამიანებს შეუძლია მივიდნენ. აქედან დაახლოებით 2012 ან 2013 წელი იყო, დაახლოებით 22 ადამიანმა მიემართა, თუ შეიძლება უფრო ადრე არის ეს სტატისტიკა და აქედან ორი იყო მამაკაცი. ანუ არა მარტო ხშირ შემთხვევაში ჩვენ ეს გენდერულ თანასწორობა გვესმის ყველაფერი რა თქმა უნდა ქალების, მაგრამ ეს არის ხშირად გვაქვს ეს შემთხვევები. ხშირად უფრო ეს არის ხანდაზმულთა პრობლემა, რეალურად არსებობს რასაკვირველია ეს პრობლემა, თუმცა საქართველოში სტატისტიკური მომაცემები რამდენადაც არსებობს, რამდენადაც ხელმისაწვდომია, ეს ძირითადად არის ხოლმე ხანდაზმულ ასაკში, რასაკვირველია მამაკაცებს და ქალებს ხშირია ხოლმე შემთხვევები, როდესაც ხდება აი ესეთი რაღაცა ძალადობა სხვადასხვა ტიპის, მათ შორის ფიზიკური სამწუხაროდ. ესეთი კვლევები საქართველოში რამდენად გაკეთებულა არ ვიცი, ანუ მამაკაცის კუთხიდან ძალადობის შესახებ გაკეთებულია.
მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. და რასაკვირველია არის შემთხვევები და არავინ არ უარყოფს იმას, რომ ძალადობა, ოჯახური მათ შორის ფიზიკური ძალადობაც არ არის მხოლოდ ქალთა მიმართ განხორციელებული, არამედ არიან ხოლმე მამაკაცი მსხვერპლიც ამ შემთხვევაში. თუმცა თუ შევხედათ ისევე პროცენტული გადანაწილებით, როგორი ხდება და როგორი შედეგები აქვს ამას და მსხვერპლი რამდენად არის დაზარალებული, თავისთავად არ შეიძლება ერთმანეთთან შედარება, ვთქვათ, როგორ ნაწილდება ეს ძალადობა. საქართველოში რამდენად არის სტატისტიკა, მართალი რომ გითხრათ არ ვიცი. მე ზუსტად თანაფარდობის კუთხით ვიხდებ. სტატისტიკას ალბათ მაჩვენებენ, ხო, საყრდენი აი ვთქვათ, თუ 11-ია ყოველ მე-11-ს აღმომარება ამბობენ. ხო. ალბათ ამ კონტექსტში ვიკითხეთ გიგას, და ძალიან საინტერესო რამდენად არის სახელმწიფო მზად ამისთვის. რამდენად არის მზად ამისთვის, რომ რეალურად ახოთ, რომ სახელმწიფო იყოს დამცველი ამ შემთხვევაში და მოძალადის დამშენი. რამდენად არიან სახელმწიფო იგივე პოლიცია და ასე შემდეგ, რამდენად არის მზად. დიახ, გეთანხმებით. საქართველოს ოჯახი ისე თემატით თუ სადაც სახელმწიფოს უჭირს ჩარევები. დიახ. საქართველოს ერთი ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა 2006 წელს, როდესაც მივიღეთ კანონი ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ. ამ კანონით განისაზღვრა ფაქტიურად ძალადობის სახეები და წესით მოიწესრიგებინა ეს სფერო, რომელიც ესეთი პრობლემურია. მაგრამ ანუ კანონი მივიღეთ, დავდეთ ძალიან კარგი კანონი, მაგრამ მისი აღსრულება არ ხდება, თუნდაც დღესაც, ანუ თუნდაც ეს ბოლო მაგალითად გაიწერა. სამოქმედო გეგმაც არის გაწერილი, სტრატეგია მას შორის კი. მან ბევრი რაღაცები განხორციელდა ამ კუთხით საკანონმდებლო დონეზე. აი ამაზე კითხვა დაასრულოს და ზუსტად კეთილ. ხო, მაგრამ სახელმწიფოები როგორც აღნიშნე, ანუ ყოველწლიურად მაგალითად შარშან დაფიქსირებული არის დაახლოებით, როგორც ჩავინიშნე, დაახლოებით, ანუ ესეთი ფიზიკური ძალადობის 21 შემთხვევა არის დაფიქსირებული, აქედან 8 შემთხვევა და ანუ 9 შემთხვევა დასრულდა ფატალური შედეგით, 8 შემთხვევაში ქმარმა მოკლა ცოლი და 1 შემთხვევაში შვილმა მოკლა დედა. წელს უკვე 22 შემთხვევა იყო ბოლო, რომელიც დაფიქსირდა, როცა მკვლელობით დასრულდა და ალბათ სავარაუდოდ წლის ბოლომდე შეიძლება ძალიან ჩვენთან სამწუხაროდ გაიზარდოს. ერთ-ერთ საინფორმაციო შეხვედრები და მკვლელობა რაღაც ოჯახში მკვლელობა და ისევ კახეთი. ეს ფრაზაც აი მედიაშიც რაღაც მართლა ასეთი მძიმეა კახეთში მდგომარეობა, თქვა სხვა რეგიონებთან შედარებით თუ აი რომ შევადაროთ რეალური სტატისტიკა რომ შევადაროთ მე სამწუხაროდ არ მაქვს სტატისტიკა იმისა ანუ ამ წლის განმავლობაში რამდენი დაფიქსირდა თუმცა კახეთს შეიძლება იმ შემთხვევაში იყოს ყველაზე დომინანტ ანუ ყველაზე პირველი იმ შემთხვევაში როდესაც გავითვალისწინებთ ეთნიკური უმცირესობების ფაქტორსაც რომლებიც არიან ყველაზე ტრადიციულები და ხშირ შემთხვევაში უფრო მეტი ფიქსირდება აქ დიახ რა თქმა უნდა აი ამის ხარჯზე სავარაუდოდ შეიძლება ეს ასე მოხდეს დაუბრუნდები კითხვა სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ისინი იყვნენ თავიანთ მოწოდების სიმაღლეზე და მათ ზედმიწევნით შეასრულონ ის მანდატი რაც მათ კანონმა დააკისრა იმიტომ რომ აქ საქმე გვაქვს ჩვენ სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ ნდობასთან რომელიც ეთნიკურ უმცირესობებში ეს არის 37% ანუ 37% ამბობს რომ ის ენდობა პოლიციას მხოლოდ 37% ეთნიკური უმცირესობების ამბობს რომ ის ენდობა პოლიციას ანუ ეს იმას ნიშნავს რომ პოლიცია რომელიც სახელმწიფოს ზოგადად ქვეყნის არსებობის ანუ სახელმწიფოს არსებობის ყველაზე მთავარ ღირებულებას წარმოადგენს იმ ხრივ რომ მთავარი მიზანი სახელმწიფოს არსებობის არის ის რომ ორი მოძალადისგან ადამიანი დაიცავს მოძალადისგან ეთნიკური უმცირესობები ამბობენ რომ ისინი არ ენდობიან ამას ხშირ შემთხვევაში 37% ენდობა მხოლოდ და მიმართავენ საკუთარ ძალებს იმისთვის რომ ეს თუნდაც ოჯახური ძალადობა აიღოს ხელმისაწვდომი რომ რამდენადაა ტრადიცია დიახ, რა თქმა უნდა ეს თალკე პრობლემაა და ესეც სახელმწიფოს პრობლემაა ის რომ მათ მიაწოდონ ინფორმაცია და ამასთან დაკავშირებით ცნობიერება აამაღლონ. მაგრამ ამის გამო ხშირ შემთხვევაში ტრადიციულ საზოგადოებებში როგორც არის მაგალითად აზერბაიჯანული თემი აქ ჩამოყალიბებული არის ტრადიციული ინსტიტუტები, მაგალითად როგორც არის უხუცესთა საბჭო. და ხშირ შემთხვევაში როდესაც ძალადობა ხდება ოჯახში მეუღლე ან ქალბატონი ინსტრუმენტად
იყენებს განა მიდის პოლიციაში, არამედ მიდის მაგალითად ამ უხუცესთა საბჭოში, სადაც შეიძლება ეს ეფექტური იყოს. და ხშირ შემთხვევაში ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც ხალხს უთქვია, რომ აი ეხლა წაგიყვან მე შენი უხუცესთა საბჭოში და იქ შეგარცხვენენ შენ და ეს ხშირ შემთხვევაში ყოფილა. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ამ შემთხვევაში კნინდება სახელმწიფოს როლი და ჩვენ და ახსენეს კიდევ ფაქტი, რომ აზრი რა აქვს თუ ჩვენ პოლიციასთან მივალთ, აზრი ექნება ამას, ეფექტიანი იქნება ჩვენი ნაბიჯი. ბოლო შემთხვევა რაც დაფიქსირდა, როდესაც ქალბატონი მივიდა პოლიციაში, ორჯერ განაცხადა, მაგრამ ის საბოლოოდ დაადგა ის შედეგი, როდესაც ის მოკლეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს ფაქტი ძალიან ცუდად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობენ პოლიციელები და რამდენად დასახვეწი არის ეს სისტემა სახელმწიფოს მიერ. დიდი მადლობა და ჩვენი საერთოდ ფაქტურად ამოუწევენ და ვკითხო რადგან რეკომენდაციებს და თქვენ გარკვეულწილად ერთ მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ თუ ყველა ეტაპზე ადამიანის ბავშვობიდან განვითარების ყველა ეტაპზე როგორ შეიძლება მოხდეს მისი სწორი სოციალიზაცია სოციალურ გარემოში, ხო? კიდევ რა არის თქვენი რეკომენდაცია ამ ვითარებაში? თქვათ, ვინც უკვე არასწორად არის სოციალიზირებული, ასე ვთქვათ, ადაპტირებული ამ რეალობაზე, მათ არის შვილებად თუ როგორ არის? აუცილებლად უნდა გუშველოს, იმიტომ თუ არ გუშველო ეს ტენდენცია, რომელიც არის, ახლა გაგრძელდება და ძალიან ცუდია. პირველი რაც არის საჭირო, აუცილებელია მუშაობა საზოგადოებასთან. ეს არ უნდა იყოს ერთდღიანი და ორდღიანი და არ შეიძლება ერთსაათიანი გადაცემა იყოს ამაზე და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ იმის შემდეგ, რაც მოხდება რაღაცა ტრაგედია და ვიღაცას მოკლავს და რაღაცა პერიოდი ჩვენ ყველანი შევშფოთდებით, აღშფოთდებით, გავაკეთებთ 5 გადაცემას და მერე ეს თემა დაიხურება შემდეგ რაღაცა ცუდ ფაქტამდე, ხო? ეს უნდა იყოს ძალიან პერმანენტული, ძალიან კარგად განსაზღვრული სხვადასხვა საზოგადოებრივ ფენაზე, სხვადასხვა ტიპის ვთქვათ ხელწოდომა უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ ადამიანებს გქონდეთ ინფორმაცია მუდმივი, განახლებადი, ვთქვათ кейსებზე დაყნობილი ინფორმაცია, რა არის სინამდვილეში ღირებულებები და როგორ უნდა მოხდეს რაღაცნაირად ამ ადამიანის განათლება, მოდით ესე დავარქვათ, ხო? და ინფორმირება. მეორე რაც აუცილებელია თავისთავად ვთქვათ ის სტრატეგია, რომელიც ამ წუთას სამოქმედო გეგმასთან გააჩნია საქართველოს პარლამენტის მიერ არის დამტკიცებული და მიმდინარეობს 2014-16 წელს მოიცავს და ყველა სფეროს მეტნაკლებად ეხება, უნდა აუცილებლად ხდებოდეს აი იმ მისი შესრულების მონიტორინგი, რამდენად ის ყველაფერი რაც არის. და მესამე რაც მთავარია და აუცილებელი არის ის, რომ პოლიციას ვერ განვიხილავთ ჩვენ ვთქვათ აი ესეთი შემთხვევების თუ მაინც და მაინც ვისაუბრებთ ვთქვათ ძალადობაზე. ამის ეს არის პრევენციის მექანიზმი, ხო? უნდა არსებობდეს სოციალური სამსახური, რომელიც ძალიან ძლიერი იქნება, რომელიც დობით აღჭურვილი იქნება, რომელსაც ექნება საშუალება, რომ შევიდეს ოჯახებში, გაარკვიოს რა სიტუაცია და მეოთხე კანონმდებლობის დონეზე უნდა არსებობდეს კარგად დარეგულირებული სისტემა, თქო, როდის, ვინ და როგორ უნდა დაისაჯოს. ეს რაც შეეხება, ვთქვათ, სოციალურ სფეროს. ზოგადად კი თავისთავად უნდა არსებობდეს სახელმწიფო დონეზე ძალიან კაფიო ხედვა და ძალიან კვლევები უნდა არსებობდეს ბევრი, ზუსტად უნდა ვიცოდეთ რა არის ჩვენი ძირითადი პრობლემები, რომ ზუსტად იმ პრობლემებს კარგად მოვარგოთ, თქვა ეს სამოქალაქო განათლების მიმართულებით რა ქვია. ერთი გასაგებია სახელმწიფოს ვალდებულება. მარტო სამოქალაქო მიმართულებით არა, ზოგადად ჩვენ გვაქვს რეკომენდაციები და ალბათ ამას კიდე დაემატება, აუცილებლად ახალი რეკომენდაციებიც უნდა მოხდეს წიგნების გრიფირების წესში აუცილებლად უნდა აისახოს კარგად ის მოთხოვნები, რომელიც თქვათ აი ამ წიგნებს სახელმწიფოს დააბალანსებს ზუსტად აი გენდერული კუთხით და თქვათ აი ფარულ კურიკულუმში არ აღმოჩნდება ისეთი შემთხვევები, როდესაც აი ესეთი დისბალანსი ძალიან აშკარა და მკაფიო. თვითონ რაც შეეხება სასწავლგეგმას, ის კარგად უნდა იყოს დაბალანსებული, სადაც ხების როლი, რომელიც არა უმნიშვნელოა საქართველოს ცხოვრებაში, ხო? ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში ძალიან კარგად უნდა იყოს გამოსახული და არა ვთქვათ ერთ-ერთ წიგნში მხოლოდ 2 პარაგრაფით, ან ვთქვათ 2 საგაკვეთილო რაღაცა გეგმით ის, რომ გენდერული თანასწორობა მივიღეთ ამ წელს და მაგრებივად, ხო? მარტო ეს არ არის. მასწავლებლები უნდა გადამზადდნენ, ანუ ეს თუ არ იქნება ცალკე დამოუკიდებელი საპროგრამა, აუცილებლად უნდა დაკომპლექტებული კი, აი 84%-ია ქალები. 84% ვარაუდობდი დაახლოებით. მეტია ქალები. რატო ხო პირიქით უნდა იყოს, რომ აი აქ მაინც არ გვაქვს სკოლაში პრობლემა. იცით რა შეასაქმე? ისევ და ისევ მივდივართ იმისკენ, რომ იმისათვის რომ ქალი იქნება ეს თუ მამაკაცი პედაგოგი შეიცნოს ეს პრობლემა, ხო? მას უნდა დაანახო ეს პრობლემა და მას უნდა დაანახოს ზუსტად ის გზები და ის მეთოდები და მექანიზმები, როგორ უნდა თქვათ
მოერიოს ამ პრობლემას, რომ მისაკლასო ოთახში ხშირად ქალები ამ პრობლემას ხედავენ კაცებში. და პრობლემა შეიძლება სუსხვაგან იდგეს, ხო? აი, იდგეს მატჩი და განათლების არ არის თქვათ იმაში, რომ თქვათ დისპროპორცია გვაქვს, ეს თავისთავად სხვა პრობლემაა, რომ მამაკაცი თვის კიდე უფრო ნაკლებ მიმზიდველია მას პროფესია, ამას ცალკე მოვლა უნდა კიდე და ახალისება მამაკაცებს იმისათვის, რომ ისინი პროფესიაში კი ბატონო, პერსპექტივა. მე ხა დაწყებით საფეხურზე ქალების პროპორცია იმ მცირე მამაკაცების პროპორციასთან ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე თქო საშუალო და საბაზო საფეხურებზე, იმიტომ რომ იქ თქო უფრო მაღალი. ანუ ამაშიც კი თვითონ ამ პატარა სკოლის გადანაწილებაშიც კი იგრძნობა თქოთ ეს სეგრეგაცია. რომ ახსენეთ პროპორციასთან დაკავშირებით, მიუხედავად ამ ასეთი დიდი დისბალანსის ხშირ შემთხვევაში ამ პრობლემა რაც არის ის რომ ამ ქალებს არ აქვთ ესეთი ტოლერანტული განწყობა, ანუ თვითონ ვერ შეიძლება, ანუ არ შეიძლება რომ ამ ქალებმა ჩამოაყალიბონ ესეთი ტოლერანტული განწყობის მოსწავლეები, იმიტომ რომ თვითონ არიან არატოლერანტები. რაც კვლევამ კარგად აჩვენა, ხო, დამეთანხმებით ხალბატონ ნათია. ანუ კვლევამ კარგად აჩვენა, რომ ძირითადად ქალები უფრო არიან არატოლერანტული განწყობის. კი, იყო ცდომილება ნამდვილად, დიდი არ იყო სტატისტიკურად, მაგრამ რეალურად თქვა გადანაწილება ისეთ საკითხებზე, როცა ვეკითხებდი ქალებსაც და მამაკაც მასწავლებელსაც იყო ცდომილება. და თქვენი რეკომენდაციები ბოლოს, ჩვენი საერთო ფაქტი გამოიწურა. ხო, ანუ მე რეკომენდაციები ძირითადად მექნებოდა ორი მხრივ, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან. მნიშვნელოვანი არის, რომ პოლიტიკური დონეზე აუცილებლად მნიშვნელოვანია, თუნდაც ისეთი განცხადებები, როგორც გაკეთდა ასეთი შემზარავი მკვლელობის შემდეგ პოლიტიკოსების მხრიდან უნდა აღიკვეთოს, უნდა ყველანაირად შეწყდეს, იმიტომ რომ ეს ცალსახად ხელს უწყობს და არანაირად ხელს არ უშლის ძალადობის გავრცელებას, ოჯახში ძალადობის გავრცელებას, მაგალითად როგორც იყო ეკაბესელიეს განცხადება. შემდეგი რაც არის აუცილებლად დასახვეწი არის და მისაღები არის სტრატეგია. მე ვიცი რომ პრემიერ-მინისტრის ოფისი ახლა მუშაობს ახალ სტრატეგიაზე ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგოდ და მისი სამოქმედო გეგმაც შემუშავებული იქნება მალე, მაგრამ აუცილებელი არის რომ ეს ინგლისურად ეს gender mainstreaming, mainstream, ანუ ამ გენდერული საკითხის გათვალისწინება მოხდეს ყველა პოლიტიკაში, რაც კი არსებობს საქართველოში. ანუ კომპლექსური მიდგომა არის საჭირო. და მესამე რაც მნიშვნელოვანი არის ის რომ საზოგადოებაზე უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი, იმიტომ რომ საზოგადოება ხშირად განსაზღვრავს იმას, რომ ქალები არიან ესეთ უმწევი მდგომარეობაში. ზუსტად ეს არის, რამდენად არის საზოგადოების დაკვეთა სახელმწიფოს მიმართ, თუ სახელმწიფოს ესე გარედან ვერ მოახერხა. შეიძლება საზოგადოების დაკვეთას. არ ვიტყოდი, პრინციპში არის საკითხები, რომელიც საზოგადოებამ შეიძლება არ დაუკვეთოს, მაგრამ ეს უნდა იყოს სახელმწიფო ნებართვა. მაგრამ ეს უნდა დაისახოს დამნაშავე იგივე. ეს უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა და ხედვა მისი თავის. აი ეს არის სახელმწიფოს პირველი მოვალეობა, რატომაც ჩვენ გვინდა სახელმწიფო რო არსებობდეს, იმიტომ რომ ადამიანი უნდა გრძნობდეს თავს დაცულად და მას უნდა ქონდეს საშუალება რომ იყოს მე გულისხმობდა ეს გენდერული საკითხები, რამდენად არის საზოგადოებაში სახელმწიფოს მიმართ ამ საკითხებს მიარჩიოს ყურადღება და არა ესეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, რაც უკვე სამართლის სფეროში. გეთანხმებით, საზოგადოება შეიძლება აქედან დაკვეთა არ მოდიოდეს, თუმცა სახელმწიფო წარმოადგენს ნორმატიულ, ანუ უნდა ის მისი პრინციპები უნდა გამოდიოდეს აუცილებლად ნორმატიული ხასიათიდან და ანუ ხშირ შემთხვევაში შეიძლება ის არ მოდიოდეს, ძალიან ბევრი რამე პოლიტიკა შეიძლება არ იყოს სახელმწიფო ანუ მოსახლეობის დაკვეთა, საზოგადოების დაკვეთა, მაგრამ სახელმწიფო ვალდებული არის სწორედ იმ პრინციპიდან, რასაც ვისაუბრე, რომ ადამიანის უსაფრთხოება არის ყველაზე მთავარი ამოცანა, რაც სახელმწიფოს აკისრია და რაც უნდა შეასრულოს აუცილებლად. შეგიძლია უღმესი მადლობა, დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენი საერთოდ ამოიწურა. ტელემაყურებელს კი შევახსენებ რომ თქვენ უყურებთ ახლა გადაცემას საუბრობთ ქალთა საკითხებზე. გადაცემის სტუმრები იყვნენ თათია გორგაძე, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის პროგრამების მენეჯერი და ბატონი გიორგი ბობღიაშვილი, უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის პროექტის კოორდინატორი. ჩვენ შევხვდებით კვლავ მომდევნო შაბათს ამ გადაცემაში, ასე რომ კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა თქვენ.